თბილისის საქალაქო სასამართლოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა შენახვის ბრალდებით დაკავებული 22 წლის თედვა აბრამოვის პროცესი მიმდინარეობს. ხტომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარების შესავალი სიტყვებით გამოდიან. ბრალდებულის ადვოკატი აბრამოვის დაკავებას მის აქციებში მონაწილეობას უკავშირებს, ასევე მისი თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ნარკოტიკებით ჩაუდეს, შრეგა კი პროცედურული დარღვევებით ჩატარდა. პროკურორი კი ადვოკატის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და ამბობს, რომ აბრამოვის დაკავებას აქციებთან კავშირი არ აქვს, ოქშის ნივთების შეიტანეს, რაც მას ჩხრეკისას ჰქონდა, ნეიტრალური მოწმეების დასწრება და ვიდეო გადაღება კი იმ არგუმენტით ვერ მოხდა, რომ დაკავებული პოლიციას წინააღმდეგობას უწევდა. აბრამოვისთვის წარდგენილი ბრალი 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. დაცვის მხარე დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალდებულის მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაზეც საუბრობს. ბრალდების მხარის არ ყავს არანაირი ნეიტრალური მოწმე, როგორც ფიზიკური, ასევე არ აქვს ნეიტრალური მტკიცებულება, ფოტო-აუდიო გადაღება, ასევე ის, რომ თევდორე აბრამოვი დაკავებულია უკანონოდ, ისევე როგორც მისი ჩხრეკა ჩატარებულია უკანონოდ. ასევე მისი უფლებები შეილახა მას შემდეგ, რაც იგი გადაიყვანეს საგამოძიებო ორგანოში, იყო მის მიმართ არაადამიანური მოპყრობა. ბრალდების მხარეს ყველანაირი მტკიცებულება, ასე ვთქვათ, გადამალული აქვს, რაც აქციასთან აკავშირებს. სახლიდან იყო ახალი გამოსული და მიდიოდა აქციაზე და შესაბამისად აი ეს ნივთები, რაც ობიექტურად უნდა ასაყოლიყო პირადი ჩხრეკის ოქმში, იმიტომ რომ ყველაფერი ამოღებულია, ასად არ ჩანს არც პირადი ჩხრეკის ოქმში და საერთოდ გამქრალია. ჩხრეკის ოქში აისახა აბსოლუტურად ყველა გარემოება. ჩხრეკის ოქში მითითებულია, რომ თევდორე აბრამოვი გაიცნო ჩხრეკის ოქს და დაადასტურა ხელის მოწერი. მათ შორის დაილუქა ნივთიერი მტკიცებულება, ნარკოტიკული საშუალება, მისი მობილური ტელეფონი, რაც დაადასტურა ასევე ხელის მოწერით, კერძოდ ლუქსზე ხელის მოწერით. რაც შეეხება ნეიტრალურ მტკიცებულებას, მოცემულ სამართალს დანიშნულია ბიოლოგიური ექსპერტიზა, რომლითაც დადასტურდება ნარკოტიკთან შემხებლობის ფაქტი თევდორე აბრამოვის მხრიდან. რაც შეეხება უშუალოდ ვიდეო არ გადაღების ფაქტს, დაიკითხებიან პოლიციის თანამშრომლები, რომელიც განმარტავენ მიზეზს თუ რატო ვერ მოხდა გადაღება. მითითებულია, რომ თევდორე აბრამოვი წევდა წინააღმდეგობას და ფიზიკურად მათ ვერ შეძლეს ტექნიკური საშუალების გამოყენება, რომ აისახათ აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება, მას შემდეგ რაც მისგან ამოღებული იქნა ნარკოტიკული საშუალება, ესეა მითითებული ოქში და ესე განმარტავენ პოლიციის თანამშრომლები, იგი დამშვიდა, გაიცნო ოქს, მოაწერა ხელი, მათ შორის ნივთიერ მტკიცებულებას.